თქვენ ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ როგორ მომენატრა ძველი მარკეტი რა. აი ეს რა ჯანდაბა არის. ვინმე მითხარით რა ჯანდაბა ქვია ამას. ზევით ქვევით მთელი დღე უკვე არც თვითონ არ ბეზდება, მეც დავიტანჯე და ესეც დაიტანჯე ეს საწყალი. ეხლა ახლებისთვის ცოტა რთული მისახვედრია რას ვიძახი აქ, მაგრამ ვინც ტრეიდინგში ხართ რაღაც 2-3 წელი მაინც მიხვდებით, რასაც ვიძახი რა. აი ეს წელიწად ნახევარი უკვე მარკეტი ძალიან აირია და ძალიან უაზროდ მოძრაობს. აი ტრამპამდე კიდევ რაღაცა შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა რა, მაგრამ ტრამპის მერე საერთოდ გასაზღვრდა მარკეტი, აი უაზრო არის უბრალოდ თვითონაც არ იცის რას აკეთებს. ხო, ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი რა იყო რა? ზოგადად თუ ახალი ხარ ტრეიდინგში და ეხლა იწყებ, უკეთესი არის რა შენთვის რთულ დროს, როდესაც რაღაცას ისწავლე ცხოვრებაში ხო ეგრე არის. რთულ დროს რაღაცა skills რო გამოიმუშავებ და მაქსიმალურს ჩადებ იმაში, როდესაც მარტივი დრო დადგება, აი ბევრად გაგიმარტივდება ყველაფერი. უბრალოდ ვერც კი შეადარებ იმდენად მარტივად მოვა ყველაფერი რა. აი მარტივად რო გითხრა ეხლა თუ აკეთებ რაღაც $100 დღეს ისეთ უაზრო მარკეტში, ხვალ როდესაც მარკეტი შეიცვლება და აუცილებლად შეიცვლება, უკეთეს კონდიციაში მოვა მარკეტი ძალიან მალე და როდესაც ეს იქნება, უკვე შენ იმ დონეზე გეცოდინება ტრეიდინგი და იმ დონეზე გამოიღებს ის შენი შრომა ნაყოფს, რომ შენ თვითონაც ძალიან მარტივად მიხვდები მაგ ყველაფერს რა. არ დანებდე და რაღაცა თუ დაიწყე, ბოლომდე მიიყვანე.